გამარჯობა. დღევანდელი ვიდეო გვექნება თელავიდან. თუ გაინტერესებთ რა კავშირი აქვს თელავს ფრენბურთთან, გეტყვით რომ აქ ტარდება ახლა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 18 წლამდელთა გოგონათა შორის, სადაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრები იღებს მონაწილეობას, სადაც თამაშობს ჩემი მოსწავლე და აწუკვე გუნდელი ელენე მექვაბიშვილი. ხოდა სამწუხაროდ წინა ორი მატჩი დავთმეთ წააგეს პოლონეთთან და აზერბაიჯანთან. თუ არ ვწდები აზერბაიჯანთან ჩვენ ჯერ არ წაგვიგია და ეს პირველი პრეცედენტი იყო და თუ გახსენდებათ მსგავსი შემთხვევა დამიწერეთ, მაგრამ მე არ მახსოვს რომ ასაკობრივ ნაკრებს აზერბაიჯანთან წაეგო ზონალურ ეტაპზე. ხოდა იმედია დღეს გავიმარჯვებთ და კარგ ხასიათზე დავბრუნდებით სახლში. წავიდეთ დავათვალიეროთ თელავი, გემრიელად ვჭამოთ და უგულშემატკივრად ჩვენ ნაკრებს. ზოგადად ძალიან მომხრევა რეგიონებში ღონისძიებების ჩატარების, მაგრამ ცარიელი დარბაზი ძალიან არის სიამოვნებით. დასრულდა თქვენი ევროპის შესარჩევი, გადახვედით მეორე რაუნდში, რასაც გილოცავთ და მითხარი როგორი შთაბეჭდილებებია მოგების შემდეგ, იმიტომ რომ აქამდე ყოველ თამაშს წააგეთ. ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ბევრი შრომა ჩავდეთ დღევანდელი შედეგისთვის. წინა თამაშები არ დავასრულეთ წარმატებით, მაგრამ დღეს ჩვენ დავამტკიცეთ ის, რომ ვიშრომეთ ამ ადგილისთვის, რაც დღეს დავიკავეთ და მომავალ ტურში მე წარმატებას ველით. ელენე, ისეთ ინტერვიუს იძლევა გეგონება ოფიციალურ იმას ვწერე რაღაცას. ჩვეულებრივად საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ დღეს უფრო მაღალი დონის მწვრთნელია მე მგონი საჭირო. დიდი მადლობა. აბა ისე როგორ წავიდეთ თელავიდან, აქ არ მოვსულებ. მე აზრით კატებმა იციან, თუ არ მიყვარენ და სულ ჩემს მაგიტომებიან. იმას რა ქვია მას კაპილონს ესეთ სიმღერები არ უხდება. სამი სახარება, სამი გახარება. დავათვალიერეთ თელავი, ვჭამეთ. მინდა გითხრათ, რომ ადრე მწვადი ბევრად უკეთესი იყო კაპილონში. ეხლა წავალთ ფინალზე, სადაც ერთმანეთს ეთამაშებიან პოლონეთის და უკრაინის ნაკრები გუნდები. ჩემი ვარაუდით მოიგებს პოლონეთი და ძალიან სანახაობრივი მატჩი გველოდებას, რომ წავიდეთ ვუყუროთ ფინალს.
აკაკ გადაგიხდა. კაი ამინდები არის აქ. ხაიც ის ფილმი როა სეზონი ბათუმიდან რო ვერ გადიან ვერას დროს აი ეგრე ჩავჭით თელავში და ეხ ჩიხირთ მას შევჭამთ და იმედია გავახსოვთ.